მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და კვლავ ეთერში ვართ და ჩვენ ამ ეთერს ვერ ამოუწურავთ, რა ვიცი, ძალიან დიდი დრო უნდა რომ ამოუწურავთ, იმიტომ იმდენი პოლიტპატიმრები გყავდა და იმდენი ადამიანები ყავდათ ნაციონალურ მოძრაობას ნაწამები, დღესაც მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ აი ჩვენ ჩავწერე და ვარჩევთ ადამიანებს არა მარტო იმისთვის, როგორ ვინ მიაწამეს, არამედ ყველას ვიწვევთ და ყველას თავის გულის ტკივის ვდებთ და მაყურებელს ვასმენინებთ რა ხდებოდა 2009 წლიან რეჟიმის დროს. ეხლა ჩვენ რატო დავიწყეთ ამ გადაცემის აქტუალური თემას შემოყვანა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობამ თითქმის დაიწყო გაერთიანება და პატარა მიტინგებსაც კი აწყობენ, რომ ადამიანები შეიერთონ და უფრო გაიზარდნენ. ანუ ამ გაზრდაში ჩვენ ტელეკომპანია პლუს და ჩვენი სტუმრები აუცილებლად შეუშვით ხელს და ჩვენ არ ვიცით საშუალებას, რომ მაგათმა მიიღონ რა ვიცი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, სხვადასხვა არჩევნებში მონაწილეობა და რაღაც გამარჯვების გზა არ მივცეთ და ესენი ვერ გაიმარჯვებენ, რა თქმა უნდა და ჩვენ აქედან შევახსენებთ მოსახლეობას, თუ ვინ იყვნენ ესენი. მე დღეს მყავს სტუმარი, პოლიტპატიმარი 2011 წელს ყინწვიძის გახმაურებული საქმესთან დაკავშირებით ბატონი რამაზ ღვალაძე. ბატონო რამაზ, მოგძანდით და ჩვენ მაყურებელს აუხსნათ ის ყველაფერი, რაც და როგორ გაწამეს იმ 9 წლიანმა რეჟიმმა და რა იყო ამ წამების მიზეზი და ან რა იყო იმ დაჭერის მიზეზი, თუნდაც თქვენო დაგიჭირეს და ანუ ვინ მონაწილეობდა ამ დაჭერაში და ვინ იყო ჩართული პირადად, რომ თქვენი თავი ციხის, ანუ გრდანის ციხეში მieყვანეთ და მერე წამება, რა თქმა უნდა, განეხორციელებია ამათ. ეხლა წამება რაც შეეხება ყველა აწამეს იმ წლებში, ეს იყო სამაგალითო აბუ გრეიბის ციხე, იმიტომ რომ აქ გაატარეს, ესე იგი, სააკაშვილის დროს პირდაპირ დატესტეს, ანუ საზოგადოება როგორ შეიძლება მართო მასები. უბრალოდ საქართველოს იმიტომ ამოირჩიეს, რომ მე ესე ვფიქრობ, ჩემი აზრია, რომ საქართველოს იმიტომ ამოირჩიეს, რომ ქართველები ცოტა ესეთი დაუმორჩილებელიერია და სულ ეხა რეები არ ჩაატარა, მთელი 200,000-იანი მიტინგები გალახა, ცემა და მაინც ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და ეს დაუმორჩილებელი როგორმე უნდა მოეშთო. ეს ყველაზე ეფექტური მეთოდი იყო გრდანის ციხე რა და ეს პოლიციები ხო გადაქცეული იყო საწამებლად და მით უმეტეს მოდულის შენობა, მაშინდელი კუდი, მუდი რაღაცა 1000-ნაირი რაღაცები გამოიგონოს, ყველა იყო მომართული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაეშინებინა მოსახლეობა, რომ აი შეშინებოდათ რა, რომ აი იცოდე თუ რაღაც არ მომეწონა, შენი აზრიც თუ არ მომეწონა, მე მახსოვს რომ ჩვენ რო ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ იმიტომაც დაგვიჭირეს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ესეთი ორგანიზაცია იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა. ბჭო, იქვე დაიწყო, აი როგორც კი დავფუძნდით, იქვე დაიწყო რეკვები და ვიღაცებმა მანქანით გადაგვაყენეს, დაგიჭერთ ბჭო, რა ეროვნული და სარწმუნო წარმოგიდგენ ახლა სააკაშვილის დროს ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება და შემდეგ გასაკვირად ოფისი ავიღეთ თუ არა, ერთი 600 კაცი მოვიდა, ერთ კვირაში კი დაგვიჭირეს რა. მაგრამ ერთი 600 კაცი მოვიდა რა. ანუ ამ ორგანიზაციის ესე რომ ვთქვათ, ორგანიზატორები თქვენ იყავით და იმიტომ მოყევით ამ ნიკოლოზ გოგუაძე ვიღა, ზაზა, ჩვენი გვიმრაძე, რამოდენიმე კაცი ვიყავით და მოვყევით, რა თქმა უნდა, ჯერ შიგნით იმ ორგანიზაციაში ამ 600 კაციდან ალბათ ნახევარი შემოგზავნილი იყო, აინტერესებდათ რას. ჩვენ არც ვმალავდით, იმიტომ რომ მერე წამებაში და ამ ვითომ დაკითხვებში აღმოჩნდა, რომ აინტერესებდათ აი ხა პატრიარქის დაკრძალვაზე რო ნახე საზოგადოება ხალხის უმეკვირს ხოლმე რა გაერთიანებული საქართველოს მართლა უნდათ და ხო და აი პატრიარქს ჩვენ ერთ-ერთი ესეთი თეზა ქონდა რომ პატრიარქი აუცილებლად უნდა ჯდარიყო უშიშროების საბჭოში და ყველა კითხვა დაკითხვებზე აქედან იწყებოდა რატო უნდა იჯდესო პატრიარქი ბიჭო აი ძალიან მარტივია რა საქვეყნო საქმეს წყვეთ
ომი დაიწყო, არ დაიწყო სიტყვაზე და პატრიარქს საქმის კურსში არ აყენებს. მით უმეტეს მაშინ პატრიარქს 95% მხარდაჭერა ჰქონდა და პატრიარქს საქმის კურსში არ აყენებს. ჯერ ერთი მარტო იმიტომ კი არა სულიერი ლიდერია, იმის გამო რომ ამდენი წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უდგა სათავეში და ამდენი წელია ურთიერთობები აქვს მარტო სასულიერო პირებთან და რაბინებთან და სამუსულმანოსთან კი არა, რომ გამოჩნდა კიდევაც ამ გაგანია ომში ირანის სულიერმა ლიდერმა და ირანის ელჩმა ვაფშე აქ რამის სასახლე შეუდგა. ბატონო რამაზ, მოდი როგორ, ეს ყველა ვიცით ახლა რაც იყო, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ 2011 წლიდან თქვენი დაკავების, აი პროცესი, მომენტი, სად დაკავეს, როგორ დაკავეს და აი იქიდან გამოვყვეთ გათავისუფლებამდე ან როგორ გათავისუფლეთ. ჩვენ ესე იგი აქ შევუერთდით მაშინ იყო 2011 წლის 26 მაისი ახლოვდებოდა და ბურჯანაძის მიტინგი იყო დანიშნული და ჩვენ ყველას შევუერთდებოდით, ვინც სახელმწიფო იმისი ამ ნაციონალური სადისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო და ჩვენ შევუერთდით ბურჯანაძის 26 მაისის აქციას. მაგრამ და გქონდათ თქვენ უტყვარი ინფორმაცია, რომ ბურჯანაძე არ თამაშობდა ამ აქციის პერიოდში? არა, მაგ პირიქით სულ მქონდა რომ თამაშობდნენ სულ ყველანი. ისიც ვიცოდით რომ სიტყვაზე გუბაზა სანიკიძე, იმიტომ რომ მე დამფუძნებელი ვიყავი მაგ ეროვნული ფორუმისას და ისიც ვიცოდი რომ ეგენის თამაშობდა. და მაშინ რატო შეყევით თამაში? თამაში კი არ შევყვებით. ჩვენ გამოვთქვით პროტესტი, ჩვენ ყველა პროტესტს შევუერთდებოდით. ეხლა ბურჯანაძეს კი არ შევუერთდით. ჩვენ შევუერთდით პროტესტს. ხომ არა, ეს პროტესტი იდეას. არა. ეს მოთამაშე პროტესტი იყო, მე ხო? მოთამაშე არ იყო. როგორ არ იყო? მოთამაში შენი უნდა გამოხატო შენი ასე ვთქვათ პოზიცია უნდა დააფიქსირო და ეხლა დღეს მაგალითად კონსერვატორებმა რო დაიწყეს ამ არაბიზაციაზე ლაპარაკი სათავეში ეგრევე ჩაუდგავი სანამ კონსერვატორები გამოაჩინეს პირველად გამოაჩინეს ხაზარაძე და ვითომ ხაზარაძის დაწყებულია ეს საქმე მასე იყო მაშინაც და სულ ეგრე არის ვიღაცა სპეცსამსახურები მუშაობენ მაშინ შენ უნდა დაждდე და ეს ხო ნაყიდია და მაშინ ამის იმაზე არ არ შეიძლება მასე თქვენი ორგანიზაციას რო ებრძოლათ ცალკე ფლანგზე დაუშვათ სწორად ვერ გავაკეთებდით მაგას მაგდენი არც ფინანსური და არც ისეთი შესაძლებლობა არ ქონდა ვიღაცას ხო უნდა გაეცნე და ჩვენ ახლა ტელევიზიით ვინ გამოგვიყვანდა ხო გამორიცხული იყო ეს დღეს ვინც აგერ გაერთიანდნენ ეს აკაცუკთა რაღაცა საზოგადოება ეს საზოგადოება ეხა ბოლო 14 წელიწადის განმავლობაში მანამდეც იყო უმეტესობა მაგრამ ნუ ვიღაცები ეხა გამოჩიკეს ხო და თვითონ გააპიარეს თორე არ საიდან მოთრეული არავინ ტიპები არის თვითონ ტელევიზორში გამოიყვანეს ვიღაცა გეგელია მეგელია ვიღაცა უცბად დააყენეს და გააპიარეს ნახე აი ეს არის რა თორე ვინ არიან საერთოდ რა მაგრამ ამ ქვეყნისთვის რაღაცა ხო უნდა გაეკეთებინა არა შეხედე მე მესმის თქვენი ჩვენ მე სად მიმყავს საუბარი ახლა თქვენ კარგად მე მგონი უნდა მიხვდეთ რომ ანუ ბურჯანაძის აქცია ანუ 26 მაისის ბურჯანაძის აქცია ანუ ხო ნუ ბურჯანაძის არა ნუ ბურჯანაძის ის იყო ხო თავი და თავი მანდ ხო ახლა არ იყო კახახურციძე ახლა მანდ ხო ხო რა თქმა უნდა იყო ბურჯანაძის თავი და თავი მაგრამ შეხედე თქვენ გამოხვედით ანუ ამ აქციის ერთ-ერთი კი არა რამოდენიმე ადამიანი მსხვერპლი ანუ თქვენ დაგიჭირეს გაწამეს და ბურჯანაძემ მეორე დღეს უკვე ოფისში ისვა ჩვენ დაგვიჭერდნენ იმიტომ რომ ჩვენ ალალად გამოთქვით პროტესტს მივედით პროტესტისთვის ბურჯანაძეს კიდე თავისი სქემები ქონდა რაზეც ნუ მე ხო დღეს ხო ჩანს ყველაფერი. ნუ ის ანკესი რაც გადააგდო, იმ ანკეს კარგად მოვლა თევზი. ყველაფერი ჩანს, თორე ჩვენ ძალიან კარგად ისედაც ვიცოდით რა ხდებოდა, როგორც ხდებოდა, მაგრამ არავინ არც ჩანდა, რომ ვიღაცას სიტყვაზე სათავეში ჩამდგარიყო. ჩვენ რო გარეთყოფილიყავით და ბიზინა ივანიშვილი რო დააპირა, იქაც მივიდოდით, ყველგან მივიდოდით.
მან ბურჯანაძე იყო თუ ეროვნული ფორუმიც ხო იყო კაცო და ეროვნულ ფორუმს ვებერთელა მხარდაჭერა ქონდა საზოგადოებაში. რა იცი აი თქვენ ახსენეთ ხოლმე ივანიშვილი რო ყოფილიყო, პეტრე რო ყოფილიყო, მიხვიდოდით მეს. კი ბატონო. მაგრამ აი თუნდაც ახლა ნუ რაღაც მე არ კადრებთ, მაგათ მე გიცნობ ბატონო რამას თქვენ კარგი ადამიანი ხარ და რა ვაშკაცი ადამიანი ხარ, მაგრამ შეხედე კითხვა რაში მდგომარეობს მაყურებელმა ახლა კითხვაც რო დაგვისვას იქედან აი მაგალითად გაერთიანებულია აგერ და რატო იქ რატო არ მიდიხარ თქვენას რატო აი ეგეთი კითხვა რო დაგვისვას რა თქვა. რა უნდა ეხლა იცი რა არის. ან თუ ყველგან მივდივართ მაშინ აქაც ყველგან კი არა, ნუ ეხლა იცი როგორ არის. გააჩნია რა თემაზე მიდიხარ და რატო მიდიხარ. აქ ეხლა ამ აკაცუკთა გაერთიანება პირდაპირ გეუბნება რომ შენ გაიწიე ხელისუფლებას ეუბნება. შენ გაიწე უნდა გადადგე. და შენ მარტო მაგას კი არ ეუბნება რომ გადადგები, მე შენ დაგსჯი იცოდე რა. მე უნდა მოვიდე და მართო. ეს ხო ვიცით ჩვენ რა. მე ეგეთ მიტინგზე კი არ მივედი რომ აბა სასტრაფოდ წადი და მე უნდა მოვიდე. იქ ვაფშე არჩევნებზეც არ არის დღეს ლაპარაკი რომ გადადექი და არჩევნები ჩაატარე. მე უნდა მოვიდე რაღაცა თავისი მინისტრები და თავისი პრეზიდენტიც აყავთ უკვე და თავისი იმაში არიან რუზრუზში რა. მე თან ჯერ ერთი და მეორც ერთი ამათ ხო ვიცნობთ კაცო. ესენი არ არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან ჩვეულებრივი სადისტები რა. აი ადამიანი მე რომ ამ დაჭერის პროცესს ჩვენ დაგვიჭირეს ყველაზე ცუდმა საზოგადოებამ. იმიტომ რომ ჩვენი დაჭერა დახოცვა უნდათ რა. თქვენ ლიკვიდაცია მოდი ესე. ლიკვიდაცია, იმიტომ რომ ჩვენ რომ მივხვდით რომ აქ ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა და რასაც აპირებდა ქალბატონი ბურჯანაძე უკვე ნათელი გახდა. ვინც კი იყო ჩვენი საახლობლო, ყველას უთხარით რომ ბიჭო უნდა გავეცალოთ, თორე ეს უკვე ხო ხედავ რა, რასაც აპირებს უკვე ჩანს. ვინც წამოყვა, ვინც არ წამოყვა ხა იქ მაშინ აქციაზე მაგის ლაპარაკიც რომ გაბედე და თქვი რომ საზოგადოებას აქ ჩაქოლავდნენ აქეთ რომ შემოგზავნილიაო. მაგრამ ავდექით ჩვენ და გავეცალეთ, სად უნდა წავსულიყავით, ხო? ერთად რო წავსულიყავით, იმიტომ რომ შეიძლება სად-სალცალკე სახლებიდან რაც შეპირებულებიც იყვნენ, რომ სახლებიდან წამოყრით, ოღონდ რაზე იყვნენ იცი შეპირებული, რომ ან იარაღზე დაგიჭერთო, ან ნარკოტიკზეო. იარაღზე ყველა ვარიანტში დაგიჭერთო და რატომ მეთქი რა, იარაღით დავდივართ თუ რა. ბიჭო, ნაომარი ხალხი ხართო რა. რაუმარი ხალხი ხარ, იარაღი არ გექნება სახში, ხო? თუ არ გექნება და გექნება. ვინ იტყვისო რომ არ ქონდაო რა, იარაღი ქონდა, იმიტომ რომ ნაუმარია და ექნებოდა რა შენახული. აი, ხო და ჩვენ რო გავეცალეთ, სად უნდა წავსულიყავით და ჩვენ დავდიოდით მეუფეიობის ეპარქიაში, მეუფეიობის ლოცვა-კურთხევით გავაკეთეთ ეს ორგანიზაციაც რა. ეს ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა. ანუ მეუფე იობი ამ საქმის კურსში იყო? საქმის კურსში იყო კი არა, მისი ლოცვა კურთხევით გავაკეთეთ მეთქი ეს ორგანიზაცია. როგორ არ იყო საქმის კურსში კაცო? მისი ლოცვა კურთხევით გავაკეთეთ ეს ორგანიზაცია. ჩვენ მაშინ იყო რაღაც აი ნონა გაფრინდაშვილი იყო, აი ხო გახსოვს? კი, როგორ არის მახსოვს. დარბაზი თუ რაღაცა რა და ნონა გაფრინდაშვილი ჩავიყვანეთ მეუფესთან და ვასაუბრეთ და ესე კი არა კაცო, მანამდე ისე სერიოზული ჩაბმული ვიყავით ამ პროცესებში. ხო და გაჩეჩილაძის დროს ამ არჩევნების დროს სერიოზულად ვიყავთ ჩართული ანუ რა. ამ პროცესებში მანამდეც ესე კი არა რომ უცბად ჩვენ მოვინდომეთ. ხო, ეხლა ეგ ძალიან საინტერესო თემა თქვით მეუფეზე რა თქმა უნდა და ხო, ანუ ჩვენ როცა დაფუძნდა აი ეს მოძრაობა დარბაზით, ეროვნული დარბაზი თუ აღარ მახსოვს რა ერქვა, ფილარმონიაში. მეუფეიობიდან წერილი, მისალმების წერილი და ხარდაჭერის წერილი ჩამოვიტანეთ და არ გააჟღერა ბურჯანაძე, მაშინ ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ფულს ეგდებდა და ნუ მუსიკასაც ეგ უკვეთავდა და რო არ გააჟღერა ჩვენ ავსვით ჩვენი მეგობარი, რომელიც მივიდა მიკროფონი წაართვა და იქვე გააჟღერა ეს მეუფეიობის მხარდაჭერის წერილი, გაიგე?
მე ნუ უკვე რაღაცას ვითომ იმას გვიშვებოდნენ რომ თქვენ არა რა მაგრამ ნუ ეგრე ხდები ხდა უკვე ჩვენ ვიცოდით რომ ფაქტობრივად ესე მანქანით რომ მივდიოდით გადაგვაყენებდნენ რა ბიჭო გიჟები ხართ თქვენ დაგიჭებთ აუცილებლად აი მომზადებულიც ვიყავით არ ვიცი ხა ამ გადასახედიდან რო უყურებ შეიძლება სისულელეც იყო რომ ესე ამ ხელა სისტემას რო დაეტაკები მაგრამ მე ვფიქრობ არ იყო სისულელე ჩვენ ესე გადავწყვეტეთ არა შეხედე ყველა ინდივიდუალური ადამიანი ბრძოლაში რო შედის იმას ეხა უნდა რომ ბოლომდე გავიდეს და სწორად გავიდეს ქვეყნისთვის როცა ბრძოლობ რა თქმა უნდა კი როგორ შევედარები ხა ჩვენ დიდ წინაპრებს მაგრამ სულ მე მგონი თქვენ მაშინ გააქტიურდით როცა ნავთლუხის ტერიტორიაზე ჩახოცეს ახალგაზრდები არა მანამდეც გააქტიურებული მანამდეც გააქტიურებული ამან უფრო ამან უკვე ისახნა რა და ნუ ძალა მოგცათ ხო და რო გამოვედით უკვე რა აი უყურე წავედით გავშორდით ამ ქალაქს რა რომ მეთქი უკვე ვიცოდი რომ ეს რაღაც უბედურებას მოახდენდა ეს ქალბატონი რა ქვია ნინო ხო და გავშორდით ქალაქს რა და წავედით მეუფეიობის ეპარქიაში ყინწვიში რომ მეთქი ხა აქ ყინწვიში ამოვართ და ნუ რომ ურჩება 26 წავალთ რა მონასტერში ანუ რამდენი ადამიანი იყავით დაახლოებით ბევრი ვიყავით, მე ზოგი წამოვიდა, ზოგი წავიდა და საბოლოოდ დავრჩით 24 კაცი. 23 კაცი. მე 24 კაცი ეს ოლეგი კეშევა აქ დაიჭირეს პლეხანოვზე. სახში. მე რა, იმიტომ რომ ყოფილი მინისტრი იყო და იფიქრეს რომ უფრო სიმძიმეს მიცემდა რა, მოძრაობას რომ აი ვიღაცა მინისტრებიც არიან ჩარეული და აგერიქ ურთიერთობები. ნუ რაღაც ძალა მაინც დაინახეს. ხო, არა, როგორ არ დაინახეს, თორე ჩვენ ხო და ადგენენ და თავიდან, ეხლა მე რო გამოვიდით ციხიდან, მე ხო იცი საქართველოს პატარაა და იქ ვიღაცები აღმოჩნდნენ, ვინც ჩვენთან ერთად ნაუმრები იყვნენ და ვინც პირდაპირ გვითხრა რა, რომ ამირან მესხელთან ვიჯექითო ჩვენო, როდესაც თქვენზე იყო ლაპარაკიო და ნუ იქ ახალაია, მახალაია ვიღაცები და ნუ ესე თქვენსო რომ თქვენ უნდა ჩაეხოცეთო რა, იქო რა. და იქ ვიღაცებმა არ მოაწერეს ხელი იმათ და მოაწერა ხელი მეგისა ქარდავა. მოაწერა ხელი დაჭერილი რო ყავდა და ეს ზღვაში რო ხოცავდა, აღარ დამავიწყდა. ეს დამავიწყდა ხო გვარი. ხო იცით ზე არის ლაპარაკი. აი მაგან იყო აფხაზეთის ლიკვიდაცია უკვე ხელმოწერილი იყო, გადაწყვეტილი იყო. გადაწყვეტილი იყო და წამოვიდნენ, იმიტომ დააგვიანა, თორე მანამდე გააკეთებდნენ ამას. წამოვიდნენ ზუგდიდიდან. მეგისა ქარდავა და ის რაღაც აფხაზეთის სპეცნაზი. და სამეგრელოს ზემოსვანეთის რაღაცა სპეცნაზი, რა. ну, ვიქაც გამორჩეული ნაწილები ამოარჩიეს, ვინც მაგის გამკეთებელი იყო, რომ უდანაშაულო ხალხი დაეხოცა. წამოვიდნენ და ნუ იქ ჩვენ ბერები ცხონებული მამა საბა იყო, წინამძღვარი ყინწვისის მონასტრის. და გარდაიცვალა, ხახანს გარდაიცვალა საწყალი რა და იქ მამა ნეოფიტე იყო, ისიც გარდაცვლილია. ამა გედეონი იყო, ნუ მამები რა და მოგხედეს, მამა ისიდორე ჩემი მოძღვარია და მამა ისიდორემაც რაღაცა საჭმელები ამოგვიტა, მოგხედეს რა. ჩვენ თვითონ არ შევედით მონასტერში, იმიტომ რომ მეთქი ავარიდებთ რაღაცა. ანუ ველოდებოდით? არა, არ ველოდებოდით, მაგრამ მაინც თავი დავიცა და არ მივედით, ნუ მონასტრის საძმოს, რომ პრობლემები არ ქონოდა. ხო და იქვე არის საქეიფო ქვემოთ რა. იქ ერთი ღამე ვიქეიფეთ და ნუ მეორე დილას უკვე მოვდიოდით რა. უკვე მომხდარი იყო ეს დარბევა ყველაფერი. უკვე ვიცოდით რომ დაარბიეს ტელევიზიით იმითი რა ქვია, გვირეკავდნენ ურთიერთობები ქონდა. ოჯახთან სოციალურ ქსელიდან მაინც გაიგებდით ახლა. ოჯახთანაც და ყველაფერი რა. და ნუ ვიდექით უკვე გვაცილებდა მამასაბა ბერული არაყი მოიტანა და ამოვიდნენ ბავშვები ეწერათ რა მარშრუტკები და გადმოვიდნენ ეს ვიღაცა სადისტები და იქვე დაიწყეს
ყველას ცემა ავტომატის კონტახები დაყარეს, აბა ჩქარა ამოიღეთ ჯიბები და რა უნდა ქონოდა ახლა ჩვენ ხო მობილურები ერთი მასში ჩაყარეს ეს ყველაფერი რაც ქონდა მოკლედ ერთ იმაში მოაქცე ჩვენ შეყვარეს მანქანებში მანამდე უკვე ნაცემები წიხლებით რო გადმოგვიარეს და ყინწვისიდან მიდის საუბარი ვიღაცას ელაპარაკებიან რაციით რომ უსიო უკვე აქ რა ვქნა თუ ახლა რა უყოთ იქ სანამ გადაწყვიტეს რა ჩაეტარებინა ჩვენს დავეხოცეთ ისევე რაღაცა ხო უნდა სანამ მოიფიქრეს მე ეთყობა რაღაცა შეიცვალა აღარ გადაწყვეტს 25 კაცის ესე მკვლელობა ეს ადვილად არ დამთავრდებოდა ხო და მე ვიღაცამ ეთყობა ჭკვიანმა მოიფიქრა რომ აი წამოიყვანა და მე გზაში მოვიფიქრე გზაში ფიქრობდნენ ჩვენთვის რა უნდა გაეკეთებინათ ესე იგი 3-4 საათი მოვდიოდით ყინწვისიდან გააჩერებდნენ რა ვქნა რა უყოთ ამათ რა გაუშვათ დავჭიროთ რა უყოთ უკვე ნაცემები ვართ ნარუშნიკი ხო ისინი ხელბორკილებით ვზივართ რა უყოთ და ათანხმებენ რაღაცას და მაინც ვერ შეათანხმეს შეგვიყვანეს იმისი ქარელის პოლიციაში რომ მივედით ქარელის პოლიციიდან ეს პოლიციელები გამოყარეს თან ძალიან ცუდი სიტყვებით აბა დაახვიეთ ახლა ესენ ვერ მიხვდნენ რა ხდება რა გამოყარეს ქარელის პოლიციიდან უკაცრავად მაშინ მერაბიშვილი ვინ იყო მინისტრი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ანუ თქვენ მე მგონი მერაბიშვილმა უფრო გადაგარჩინათ იმას ალბათ ის ცოტა აზროვნებდა მაგეთ იმაში ხო არ ვიცი ხა ვინ გადაგვარჩინა რა უნდა და საერთოდ რა უნდა გადაგვარჩინა ხა ისეთი თემა არა ლიკვიდაცია რა ხონდა გადასარჩენი რა ლიკვიდაციას მაგენ ის ასრულებდნენ თითქოს არაფერი ახლა ახალაიას სპეცნაზი იყო ფაქტობრივად ეგენი ვინც ჩვენ დაგვიჭირა და რო შეგვიყვანეს იქ იმაში სათითაოდ შევყავდით რა ამ ქარელის პოლიციაში არაფერს არც გეკითხებოდნენ კახა რა პირდაპირ მიდიოდა ცემა ტყეპა აი პრესი რასაც ქვია რა ეს წყლის 2 ლიტრიანი ბოთლებით აი პრესი რა და ბიჭო რა გინდა შეშობერძაღლო ხო ხტები ვერ ვიგებ რა მაგრამ ეს იყო წინასწარი ასე ვთქვა დამუშავების პროცესი რომ მე რასაც გეტყოდნენ კი ბატონო ეგ არის რა ანუ დაშინების მეთოდი იყო ერთი ხო და ფეხებზე იმდენი მირტყეს რა რომ კაი ხანი მე სულ ესე დარურჯებული ვიყავ ვერ მივხვდი რა უნდათ რა გინდა აი რა გინდოდა თქვენ იარაღი სად არის რა იარაღი ბიჭო რა თქვენ აი იარაღი თუნდა აი ხა ვერც შემოგტენით მეთქი მაგ იარაღს იმიტომ რომ 23 კაცმა ყინწვისიდან სროლასროლი წამო რა იარაღი უნდა ქონდეს ახლა ზემლია ვოსდუხსა ვერ ვისურვით იქიდან ახლა იარაღი რო ქონდათ არც ჩაბარდებოდით მაგათ არა ხო გამორიცხული იყო სისულელე იყო იარაღი მე არ ჩავბარდებოდი მაგათ ხო იარაღზე ხელის მოკიდება ხო მაგ პერიოდში მით უმეტეს სისულელე იყო ხო და არც ვაპირებდით რა იარაღი ხო და ესე იგი აი ამ მთელი დამუშავებების მერე გადაწყვიტეს რომ წამოიყვან ჯერ არ იციან საერთოდ რაზე დაგვიჭირეს ეგ ის არ არის რა ჯერ არ იციან ის ეკითხება რა უყოთ ამ ხო და წამოიყვანე კაი და ჩამოგვიყვანეს თბილისში ჩამოგვიყვანეს ახლა სამმართველოში რა პოლიციის სამმართველოში მანდაც გრძელდება იგი მიდი სერიოზული ეხლა ვიღაცამ დაუწერა ტექსტი ძალიან არა ასე ვთქვათ უნიჭო ტექსტი რა რომ ჩვენ შემოყვავდა 2000 თუ 2000 ჯერ 20000 20,000-იანი დაჯგუფება მძიმე ტექნიკით რუსები აჰა ცხინვალის რეგიონიდან ჩვენ შემოყვავდა ხო და ბიჭო ეგრო წამიკითხეს ახლა თან ეს ცალცალკე ხო ვართ და ერთმა ჩამოატარა ეს ფრიალი და ყველას დაუხრა რომ აი ეს არის რა ესედებათ ბრალად
და ვეუბნები მომისმინე მეთქი რა ეხა 20,000 კაცი რო შემო ეხა ვის ემორჩილებოდნენ თქვენო ოთხარ ბიჭო 20,000 კაცი იმდენია ეხა ხო ხვდები მეთქი საერთოდ ეხა ჩვენ ნაუმარიო ხალხი ვარ 20,000 კაცი მძიმე ტექნიკი ტანკები არტილერია წარმოგიდგენია მეთქი ცხინვარი კი არა რუსეთიდან ვლადიკავკაზიდან ესეთი დიდი კოლონაა მეთქი რა სანამ ჩვენ საზღვრებამდე მოვა სულ კოლონა უნდა იყოს ცოტა კი არა მე ადგა ეს გავიდა და ეთყობა უთხრა ბევრია 20,000 დააკელით ცოტა შემოვიდნენ და აი 2,000 ბიჭო ვეუბნები აი 2,000 მაგრამ ჩვენ მეთქი ბიჭო რუსებთან აუმარი ხალხი ვართ მეთქი რა აი გედა ხა რუსები როგორ უნდა საიდან უნდა ცოდნოდა ხა რუსები რა და აბა ვინ იყვნენ აი და ქართველები მეთქი ვახ ადგა წავიდა რა და უთხრა რომ იმდენად ძალა გამოსვლილი ვიყავ უკვე კახა ამდენი წამებისგან და ამდენი მეთქი აღარაფერი აღარ მინდა თან უძიო რა გინდა ვერ გავიგე და ქართველები ეხლა ვიღაც უფროსი შემოვიდა რა ქართველებიო სადანახეთო 2,000 კაცო სად ვიპოვიდითო ქართველსო იქო რა იგე ცხინვალშიო მე ვთქვი რა ვიცი ან 2,000 სად ვიპოვიდით ან რუსს სად ვიპოვიდი ესე იგი რეგულარული ჯარი შემოვყავდა ესე იგი ისავა რა ქვია რუსეთის შტაბში მუშაობ რა მოადგილე ვარ მინიმუმ ხო ამ ყველა ოპერაცია რო ჯავატარო შეთანხმებული პრეზიდენტთან ხო აი კოსტა ეხა სასაცილოა ეგა მაგრამ ეგ მართლა მიწერია ბრალში აი და თან მე ბოლოს უთხარი რომ ქართველები როგორ და ქართულად ილაპა აი ხოც დაღლილი რო ხარ და ჩამიწერეს დღესაც ბრალში მიწერია რომ შემომყავდა 2,000 ცოტა კი არ არის 7 კილომეტრიანი კოლონა 2,000 შეიარაღებული სპეცნაზელი მძიმე ტექნიკით 7 კილომეტრიანი კოლონა აი რომელსაც მთელი ისინი რა ქვია ხედავს რადარების უყველა ხედავს რა რომ ამ ხელა სამხედრო დაჯგუფება სადღაცას მიდის მე ვიფიქრე რომ მაგას ბრალად ვერ დამიდებენ იმიტომ რომ მაშინ უნდა დადონ სატელიტი რომ აი ეზე მოდიოდა აქეთ რაღაცა რა აი მეთქი შევწდი 20 უნდა ყოფილიყო რა ყოფილიყო 20 რა სისულელია ხო და ბოლოს აი ამ ქართულად მოლაპარაკე 2,000 რუსი სპეცნაზელი მიწერია ბრალში აი ამ წამებების მერე ჩაგვიყვანეს ქვევით ამ სარდაფში და აღწერეს რა ნუ ნაწამები რო ვიყავით რა ამას ხო რო დაწერეს მე ხო ვეღარაფერს ვეღარ უზავდნენ და მე თქვენს რომ ესენი სანამ დავიჭირეთო მანამდე ერთმანეთში ჩხუბობდნენ და იმიტომ მიაყენეს ერთმანეთს აი ეს დაზიანებები გაიგე რაღაცა სისული ხო და მე გამოგვარჩიეს რამოდენიმე ადამიანი და გადაგვიყვანეს მოდულის შენობაში. იქ უკვე დახვეწილი ჰქონდათ ეს წამება, აი თავიდან ბოლომდე რა. გზაში გაჩერებით და აბა გაიქეცი ბიჭო, არემ უნდა ესეთი ბრძანება გვაქვს უნდა მიგახვრიტო გაქცევის ცდილობისას რაღაცა. მე ვთხარ ბიჭო. ისეთი დაღლილი ვარ მეთქი ხა და ისეთი ნაცემი და ნაწამები რა გავიქცებ არემ აქვე მიმახვრიტე რა მნიშვნელობა აქვს სად ვირბინო და ამიყვანეს მოკლედ იქ და იქ თითები რა ორი ცალი ფანქრით თითების დამტრევა რაღაცა ის ვიღაცა ესეთი ჯანიანი ვიღაცა იყო ის ვერ ამტრევდა თითებს და ის უფრო გამოცდილი იყო გამხდარებიჭი ის კარგად ამტრევდა რა მერე ნუ ეს ზუით გაგუდოები მიდის, გაიგე, ესე მოგიჭერენ ცოტა, ნუ რო იგუდე მერე მოუშვებს, მერე ცოტას მოგიჭერს, მერე მოუშვებს. მერე დენით, გაიგე, დენით წამება არის ყველაზე დენით გაწამეს? ხო, დენით არის ყველაზე ცუდი, იმას ქონდა დახვეწილი. ვიღაცა კვარაცხელია იყო, რაღაცა იმისი, რაღაც დეპარტამენტის ამ ელექტრო რაღაცების, რავი, ტექნიკური დეპარტამენტის და ის დიდა ამ რაღაც ახალ რაღაცებს და ივან მოიტანა აი იმისი წნევის საზომი რო არის, ხო იცი და შიგნით იყო ჩამონტაჟებული
ელექტროშოკის რაღაცები რა რო გაგიკეთებდნენ შორიდან პულტით აკეთებდა რა მართავდნენ და პულტით ოღონდ ძლიერი არ უნდა ყოფილიყო ისე ტენიდნენ რაღაცა დონეზე რომ სიტყვაზე ისეთი ტრავმა არ მიგეღო რომ გათიშულიყავი რა ბოლომდე რა მაგრამ ორჯერ რო გაგიკეთება მე ისედაც ითიშები რა ესეთი წყაპებით ისა ნუ ელექტროშოკია რა და ნუ ამ ელექტროშოკით იმდენი მაწამეს რომ უკვე ბოლოს ნუ უკვე აზრი აღარ ქონდა რა აი ეს ნუ ფეხის გულებზე ის უკვე ძველი დახვეწილი მეთოდია ეს ცემა ნუ ეგ ისეთი თემა იყო რომ აღარც ვტკიოდა უკვე რა მაგრამ შემოვიდა მე ვიღაცა და ნუ არ იძახისო ეს რა არაფერს რა მიყურა ბიჭო ეს მოგტავო გათიშული იყავით ხო რა თან როგორ არის რო ითიშები ხა ელექტროშოკია გთიშავს ხო მე ნუ წყალს მოგასხავენ და ცოტა ხანი რომ მოხვიდე გონზე მე წამოგაჯენენ სიგარეტი ხო არ გინდა ბიჭო რა სიგარეტი ხო ნუ აბადა და კიდე იმეორებს რა კიდე გაითიშები ნუ როდემდე შეგიძლია რომ გულმა გაძლოს რა და მეთქი всё უკვე ნუ აზრი აღარ აქვს ნელა მკლავენ ალბათ რა და ვიღაცა შემოვიდა და მოგტებავ ეს აზრი აღარ აქვს და ჩაიყვანეთო რა არის ძახის რა აზრი აქვს მე 10 იტყვისო რა მნიშვნელობა ჩამიყვანეს ქვევით როგორც კი დამინახა იმან იზოლატორის უფროსმა ეგრევე მე ამას არ მივიღებ ეს მოგტებავ ხო და არ მივიღებ რა თან მოუყევარ ვიღაცა ძაღლიშვილს რა ორ ტიპს მე თვითონ ვერ გადავადგილდებოდი რა ესე ჩამათრით და რო ჩამიყვანეს ხო დავჯექი რა და ფეხებში მირტყავს თო აი ხუსლებს ხო თან დასიო გაშავებული მოფეხ ჯო უყურებ შენ პატრონი არა გყავს თო აი ახალგაზრდა კაცი რა აი ის რა გამოა 10 შეიძლება დღესაც მუშაობს იმიტომ რომ ამათი კოჰაბიტაციების მერე როგორ შეიძლება ეგეთი სისხლს მოწამლული ადამიანი იყო რომ ესე აწამო ადამიანი ისედაც მიკვირდა კახა რა რომ აი ამ წამებებში და იმაში აი ესე იმდენად აჟიტირე აი ესე ხო იცი ხო აი მეტი და მეტი უნდა ხო რომ უნდათ რა რომ უყუროდი მეთქი რამე ჩემი ბავშვობიდან რაღაცა ხო არ დაუშავე აი ხო იცი რომ აკვირდები ან ჩემი ოჯახის რამე მტერი ხო არ არის ან რა აი ესე უცხო ადამიანი როგორ რატო უნდა აწავ თან შენ თვითონაც რო იცი რომ არაფერი არ აქვს რა ტყუილა ყავს დაჭერილი აი იქ ქარელში მეგისა ქარდავამ ხო შეეძლო რომ ეთქვა რომ ფას და მოუვარდებოდნენ და ისედაც ეგრე იყო ხოლმე ამიყვანდნენ აი ესე აგაგდებდნენ და ძირს რო დაეცემოდნენ მე რეგირტყავთ ხო ხდები ხა რამდენი ანუ მე თქვენ გადაგიყვანეს გლდანის ციხეში ხო რომ არა ეს მე გადაგვიყვანეს და ამ მეგისა ქარდავას ფას რო ეთქვა ხო შემჭავდა მაგრამ თვითონ უყვარდა ეს წამება აი თვითონ თავის ხელით უნდა ეწამებინე რა ასე რომ ამ იზოლატორში იმამ გადამარჩინა ფაქტობრივად იმ იზოლატორის უფროსმა სასტრაფოს გამოუძახა ესე არ მივიღებო რაღაცა ნემსები გამკეცოთ აზე მომიყვანეს და გადამიყვანეს გლდანში ნუ გლდანი კიდე ცალკე თემაა რა ნუ მოკლედ რომ უყვეთ გლდანზე მეტი წუთი გვაქვს დრო გლდანი იყო ისეთი მაგას ვერ ვიტყვი რომ ციხე იყო რა ციხეც არ იყო გლდანი იყო რაღაცა შემოღობილი საწამებელი ველი იმისთვის რომ მთელ საქართველოს სოდნოდა რომ აი გლდანში იც გაჩერდით თორე გლდანში მოგახვედრებ რა ფაქტობრივად ეგ დანიშნულება ქონდა გლდანს იმიტომ რომ მართავდა გლდანს ვიღაცა კილერა ერქვა რა ექიმი იყო თან პროფესიით კილერა რა და ალექსანდრე მუხაძე კილერა და უხაროდა ტიპს აი სიამოვნებდა რომ აწამებდნენ მაგის თვალწინ ტიპებს რა ადამიანს სიამოვნებას იღებდა ეხლა შენ წარმოიდგინე რომ ჯერ თავიდანვე რომ არანაირ ანუ
უნდა დაგამტვრიონ მორალურადაც, ფიზიკურადაც. სხვათა შორის არსებობს ადამიანები, როცა შენ წამებაში ხარ, სიამოვნებს მაგათ გაიგე? არის ეგეთი ადამიანები, ისეთაც არის ადამიანები, კაცო, შენ წამებას სიამოვნებას იღებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკან ბრუნდები ეგ ყველაფერი და თვითონ ხდება წამების მსხვერპლი. რა თქმა უნდა. თვითონ ემართებათ მე ის, რასაც შენ გმართებს ადამიანს. რა თქმა უნდა, იქ კი, ზევიდან, კი. ხო და ესე იგი ეს წამების ეს იქ უკვე დახვეწილი ქონდა. ანუ ერთ-ერთი მეთოდი იყო წამების. რა თქმა უნდა, იქ იყო ესეთი მთელი მაგ დანიშნულება ქონდა, რომ გაჩერდ თორე იქ მოხვდები, რა. და იქ კიდე რო გამოდიოდნენ, ხო ნახევარი საქართველოს 300,000 კაცი გაატარეს გდანის ციხეში და ყველა მიცოდა უკვე რომ იქ საშინელება ხდებოდა. ბოლოს უკვე რო შემოდიოდა ახალი ხალხი დაჭერილები რო ყავდა, როგორც ჯარში სამხედრო ტყვეებს რო ატარებდნენ, ხო იცი, 1-2 რა ბაჭკარა და ესე ატარებდნენ ბიჭო. და მე ისიც ვიცი რომ ამღერებდნენ კიდე პატიმრებსო, ესე გამიგონია. ხო, მაგას კი პატიმარი ჯარში რო არის ეგეთი რაღაცებს აკეთებდნენ. თან ერთი პატარა გადაცდომაც კი გიждდებოდა სიცოცხლის ფასად. ანუ შეპასუხება რაღაცა ის. ეხლა მე ასე ვთქვათ შტრაფნიკებში ვიყავ, იმიტომ რომ მუხლიც ეგეთი მქონდა და პირველი რაც ვკითხეს, მერაბიშვილის ადგილი გინდოდაო შენ. და ბიჭო მერაბიშვილის რატო თუ მინისტრობა მინდა? მანდა მაინც მერაბიშვილის იურისტიც არა ვარ რა. ეკონომიკის მინისტრობა. ხო, ბოლო რაღაცა ფინანსთა მინისტრობა, ფული მაინც ხო რაღაცა რა. მერაბიშვილის ადგილი რატო უნდა მდომებო? მაგრამ მეტი ის არ ქონდათ სოფხედელობა, ესე იგი სააკაშვილს ისე არ ქონდათ გართულება. როგორც სიტყვაზე ახალაიასთვის რო შეგიგინებინა, მოგკლავდნენ, ეგრე მოგკლავდნენ. პრობლემა არ ქონდათ. იმიტომ ახალაიას სამყარო იყო ის. სულ ყველა ახალაიას. ხო, აი, მაგათ სამყარო იყო, კაცო, ყველაფერი. მერაბიშვილს არც ექვემდებარებოდნენ, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ყველა აი ეს დირექტივა მოდიოდა ახალაიას. ნუ ძალოვანი სტრუქტურები აიღო ახალაიებმა ხელში მაშინ და მერაბიშვილი ჩააჩუჩეს მაგით ეხლაც. ნუ ციხე ყოველ შემთხვევაში მაგათი იყო რა. და ეს კადრებიც ეს ციხის უფროსი ეს ისინი სულ ყველა ახალაიას. ბატონო რამაზ რა მინდა რომ გკითხოთ. აი ციხის კადრებთან გამახსენდა ახლა თქვით მინდო წინა გადაცემა გავაკეთე და ამ ციხის კადრებზე რაღაცეები რაღაც ნაწილობრივ ფაქტები დაიდო რესპონდენტი მყავდა ისეთი და ანუ ციხის კადრები მაშინ ბედუკაძე მან იყო ხო? რა თქმა უნდა და ბედუკაძე ასრულებდა ამ ყველაფერს. რას ასრულებდა? არა, ბედუკაძე იყო ერთ-ერთ სმენა ქონდა, ბედუკაძის სმენა, ის რო იყვნენ კიდე ბასტი და ვიღაცები. კი. ეგენი იყვნენ ბედუკაძის სმენაში. ეგენი რო იყვნენ ბასტი და ეგ ბედუკაძე და ისინი, მე არ ვიცი, ხე შეიძლება თავიდანვე არ ემზადებოდნენ ამისთვის, მაგრამ ეს ბედუკაძე სამხედრო ფორმით დადიოდა კაცო. აი იქ წარმოუდგენელია ეგეთ. ეთყობა მაგისი შნო ქონდა ასე ვთქვათ რა. რო ეგრე აკეთებდა და აკეთებდა კიდე რას იცი, როცა სასამართლოში მიყავდი, ხო, იქ უნდა გაგევლო და სიგარეტსაც კი გაწევინებდა რა. ხა მე რო მიყვანეს არა, ნუ რო გაიგო ხა რაზეც ვიყავი დაჭერილი, ხო? და ანუ ჰუმანურობას გამოხატავს ადამიანს. ხო, ისეთი ნაცემი რო ვიყავი, ხო, ჩემი თვერც დავდიოდი რა. და პირდაპირ შემოვიდა და სიგარეტი მომცა. ეხა სიგარეტი იქ ისეთი თემა ვინ მოგცემდა, ხო? ფუფუნება ახლა სიგარეტი. ფუფუნება თან ეხა ახალი შესული უნდა გაწამო, რასაც წყალს არ მოგცემენ რა და სიგარეტი და ანუ მომხედასავ წამლები მომცა და რაღაცეები. ანუ ეხა მე რო შეიცვალა ის მეორე სხვა თემა იყო, მაგრამ ბიზნესმენი ხوار ეგონი ბედუკაძეს. რა ქონდა? ბიზნესმენი ხوار ეგონი ბედუკაძეს შენ. არა, იცოდა. ნუ რაღაც ეგეთი იგენი ქონდა მაგას თურმე შიგნით მოწყობილი ისეთი რამე რომ
რაღაცა არ ვიცი ბიზნესმენებთან ესე იქცეოდა, მე გამოვიდოდა ბიზნესმენი გასაშვები რო იყო და მივიდოდა მე ოჯახს ჭირდება, მიიჭირს რაღაცა და აი ეგეთ თემებს ასრულებდა, მოდი ვთქვათ. არ ვიცი და რაღაცას ხო, იმ სიგარეტში ფუნქციონირებდა. მე მაგალითად ბედუკაძეს სმენაში და მაგ ბასტის და იმის სმენაში მე იმაში აქვს სასამართლოებში მატარეს და ახლობლად 14-15 წამიყვანეს. შეთანხმდით, განა რამისთვის მიყვავთ? ეგეც წამების ერთ-ერთი მეთოდი არის. იმაში დახურულ იმაში აგვისტოს თვეში და ივლისში და სექტემბერში გახურებულ იმაში რომ შეგაგდებენ ვარონკაში ასე ვთქვათ, სადაც ითიც გადაყავთ პატიმრები, ეხლა რომ არის ეგეთები არისო რა. სატვირთო მანქანა იყო სპეციალური ვარონკა და ძველებური და ერთ მანქანაში ალბათ რო უნდა ყოფილიყო 10 კაცი მაქსიმუმი, ვიყავით 70. იმ სისხლში რა ხო ხდები? ანუ თქვენ ბატონო რამაზ გასამართლეს რა მუხლით ახსენეთ ხო თქვენ წეხა? ისა მე გამასამართლეს სახელმწიფო გადატრიალების შეიარაღებული გადატრიალების ცდილობისთვის კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით. და მოგისაჯეს? მომისაჯეს 8 წელი. ჩვენ 8 წელი მოგისაჯეს ერთადერთი. ანუ ის 23 კაცი ვინც იყავით 8 წელი მოგისაჯეს. და ის გაატარეთ რამდენი წელი? გაატარე წელიწადი და 8 თვე. მე ნუ შეიცვალა. ნუ 2012 წელს მე მოვიდა სხვა მთავრობა ოცნების. მაგრამ ეგრევე არ გამოუშვათ. პირველად მაშინ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე და ძმები ბერძენიშვილებმა პირველი ასე ვთქვათ შეკრების დროს მთელი ციხე და მთელი პატიმრები და ოჯახები უყურებდით, რომ პირველი კანონპროექტი შეიტანა ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვისთან დაკავშირებით. პირველი. ეგრევე მივხვდი რომ რაღაცა არის ხო ნორმალური სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცოდით რომ პოლიტპატიმრებად ისედაც, იმიტომ რომ მანამდეც უშიშროების საბჭომ იმისი გაეროს უშიშროების საბჭომ გწნო რომ არასწორად ვიყავით დაჭერილები, მაგრამ ევროკავშირის რაღაცა, ნუ ბევრმა ორგანიზაციამ გწნო ჩვენ ეს 24 კაცი პოლიტპატიმრებად. მანამდეც რა. ეხლა თქვენ გაქვთ პოლიტპატიმრის სტატუსი მინიჭებული. კი, აქ ჩვენმა პარლამენტმაც მოგვანიჭა ეს სტატუსი და მაგას ვიძახი რომ რატომღაც გვეგონა რომ ამნისტიაზე დაიწყებდნენ პირველ ლაპარაკს და დაიწყეს პირველი ლაპარაკი მიჩერებული ამ მთელი საქართველოს იმაში რა ქვია. პირველი პარლამენტის ხდომა გაიხსნა და ბუსუსებიანი პრეზერვატივით დაიწყეს და მე მგონი ეხლა აი რომ შეიკრიბებიან რაღაც გაერთიანებას რო აკეთებენ, არა, ეს უნდა დაარქვა მაგ სახელი ბუსუსებიანი პრეზერვატივების საძმო რა. მაგათ ეკუთვნით. ბატონო რა, ჩვენ დასასრულს მივახლოვდი და რისი თქმა მინდა აი ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან, ნუ კითხვებით არ შემოვიფარგლეთ თქვენთან, თქვენგან წამოსული ან თქვენგან საუბრებიდან მომხდა ჩემი ჩაკითხვა კი მართალია, მაგრამ ეხლა გისვამ კითხვას და აი იმ კითხვაში მინდა რომ მოსახლეობას და ჩვენ მაყურებელს და ჩვენ ქვეყანას რას ეტყოდით ამ გაერთიანებული ეს აღარ დავასახელებ ეხლა რას თქვენ თქვით წეხან, რომელიც ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაერთიანება, მაგალითად გვარამია გამოდის და რაღაც კადრებს დებენ, ისეთ კადრებს, რომელიც მიუღებელია ეხლა და ხალხს მოუწოდებენ, რომ ჩვენ ვაიმე, ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას და ამერიკა და რაღაც, ნუ ზღაპრები ეხლა კი არის, მაგრამ თქვენ რას ეტყოდით ჩვენ მოსახლეობას, რა უნდა ქნან და როგორ უნდა მოიქცნენ, ახლა თქვენ მოყევით წამება, ელექტროშოკი, ბუნკერში ჩაყვანა, რა ვიცი, ყველაფერი უბედურება და გატყდა თავს. და ეს რო გაერთიანდნენ, ეხლა დაუშვათ მოსახლეობამ ხელი შეუწყოს ამას. ანუ მე რა იქნება? მე პიჭვი მეპარება კი არა, დარწმუნებული ვარ რომ მაგათი ეს დაშვება გავაკეთოთ მაინც. მოდი დაშვება გავაკეთოთ და მე რა იქნება? მე ვერც დაუშვებ, იმიტომ რომ მაგ გაერთიანება და სიტყვაზე ხელისუფლებისკენ სწრაფაც კი თუ არ აღკვეთა საზოგადოება, მე მომიწევს მაშინ თოფის როლა. არა მარტო შენ. იმიტომ რომ მე
არ დაუშვებ მასეთ არც ხო არა მარტო მე იმიტომ რომ მაგისი დაშვება ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები ჩვენისთვის ცხოვრობთ, ხო? ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? ხო ხედავთ ხა გარშემო ყველგან რაღაცა ცეცხლიანთია და შვიდად ვართ რა და შვიდად უნდა ვიყოთ. ამ სიმშვიდეს ესენი აუცილებლად ააფეთქებენ. აუცილებლად რა. ამიტომ ამისი დაშვებაც კი არ მინდა მაგისი დაშვება რომ რაღაცას გააკეთებენ რა. შეხედე მე მაყურებელს მაგით ყველაფერი ნათქვამია თოფს ვესური რა. ეხლა მეტი რაღა უნდა გავაკეთო რა. შეხედე მე მაყურებელს აი აქედან ვეტყვი რომ ამ ნაციონალურმა მოძრაობამ დედებს შვილები ჩაუხოცა. კი ბატონო. დედებს შვილები მოუკლა და სასტიკად მოკლეს თან. მიდიოდნენ და ლიკვიდაციას უკეთებდნენ პირდაპირ და მეორე კონტროლსაც კი უკეთებდნენ, რომ ცოცხალი არ გადარჩენილი იყო, რომ საავადმყოფოში არ გადარჩენილი იყო. კონტროლსაც უკეთებდნენ რა. ბატონო რამას, რა ვიცი, ძალიან სამწუხარო ამბავი მოუყევით მოსახლეობას და დაიღალა მართლა ახლა ნაციონალური მოძრაობა არ დამთავრდაო? იძახის ხალხი მე მესმის. და თან გადაცემა მიმყავს და თან ვაკვირდები ამ პროცესებს, მაგრამ თურმე არ დამთავრებულა, ეხლა იწყება თურმე. იცი რატო არ დამთავრდა? როცა მოვიდნენ ქართული ოცნება ხელისუფლებაში, პირველი რაც გააკეთეს, ადგენენ და ფაქტები მოსპეს. კი, გაანადგურეს. ეს ფაქტები კი არა, ეს იყო პირდაპირ უკვე გამზადებული სასჯელები უკვე გამზადებული ჰქონდათ. ხო? იქ ვინც მონაწილეობდა, პირიქით ეს უნდა გადაეცათ გამოცდილებაში და ვინც მონაწილეობდა, ყველა უნდა დაესაჯათ. ყველა დასასჯელია, ჩვეულებრივად კრიმინალები არიან. და ეს ფაქტები მოსპეს, იმიტომ რომ აი ამერიკის ელჩმა გთხოვა და მოითხოვა და იქ ვიღაც ევროკავშირის ელჩმა. მე ვერ გავიგე ხა ჩვენ თუ ამერიკის ელჩი რო გთხოვს, ის უნდა ვაკეთოთ ახლა და ევროკავშირის ელჩი. მაშინ მოსულან ესენი ხელისუფლებაში და ეგ არის აკაცუკთა ისა რა ქვია, გაერთიანება. ხო და მოდი ვთქვათ პირდაპირ. იმ 9 წლიანმა რეჟიმა ჩვენთან გენოციდი ქართველ ხალხზე ჩაიდინეს და მოსპეს კი ნაღამ ქართველი ერი. რა თქმა უნდა. და ამ დასაშინებლად ბევრ მეთოდებს იყენებდნენ და ამიტომ კარგია ახლა 2012 წელი როგორი ციფრია, ეცი კარგი დასამახსოვრებელი ციფრია, მით უმეტეს თქვენაერ პოლიტპატიმრებზე, რომ ის 2012 წელმა თქვენ ფაქტიურად არ გაგატარათ 8 წელი და ან გაგატარებდნენ 8 წელს შეიძლება იქვე მოეკავით. მე არ ვერც გამოვიდოდი პირდაპირ მითხრეს რომ აქედან ნუ ხო ლიკვიდაციას შიგნით მოგიწყობდნენ რაღაცას მაინც გააკეთებდნენ იმისა რომ აი გამორიცხული იყო ჩვენი გამოშვება გამორიცხული ხო და მოდი დაგემშვიდობებით ბატონო რამას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე დამემშვიდობები მაყურებელს და გვიყურეთ ყოველ ხუთშაბათს 22 საათს და კიდევ და კიდევ მოგაწვით სწორ ინფორმაციებს და მოგაწვით მტკიცებულებებთან დაყრდნობით რა ვიცი საუბრებს და ეხლა მე ვინც მოყავს მოწვეული საერთოდ ეთერში ყველა ლაპარაკობს იმას და საუბრობს იმაზე რაც იყოს სინამდვილეში არც ერთი არაა მოგონილი და არც ერთი არაა გამოგონილი რაღაც ახალი ველოსიპედი დაგემშვიდობებით პატივცემულო ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე